პალესტინის მხარდამჭერები შვეიცარიის ქალაქ ბაზელში შეიკრიბნენ, სადაც ამ კვირაში ევროვიზიის კონკურსი ტარდება. პარალელურად ქალაქის ერთ-ერთ მთავარ ქუჩაზე გაიმართა მდუმარე მსვლელობა. აქციის მონაწილეები პალესტინის დროშებითა და ბანერებით ისრაელის ევროვიზიის კონკურსში მონაწილეობას აპროტესტებდნენ. წელს ევროვიზიაზე ისრაელის წარმომადგენელი მომღერალი იუვალ რაფაელია, რომელიც ნახევარფინალში იმღერებს. იუვალ რაფაელი 2023 წლის 7 ოქტომბერს სამხრეთ ისრაელში ჰამასის მებრძოლების იმ თავდასხმას გადაურჩა, რომელმაც 1200 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა და ღაზაში ომის დაწყების მიზეზი გახდა. ევროვიზიის სიმღერის კონკურსი ბაზელში ტარდება, რაც მართლაც საოცარი მოვლენაა. ყოველთვის მიყვარდა ეს ფესტივალი. თუმცა ძალიან სამწუხაროა, რომ ასეთ გავლენიან პლატფორმაზე მონაწილეობს ისრაელი. მაგალითად, რუსეთს არ მისცეს მონაწილეობის უფლება ჩადენილი სამხედრო დანაშაულის გამო. ისრაელი კი მაინც მონაწილეობს ევროვიზიის კონკურსში. კონკურსის მთავარი სპონსორი მაროკოს ნავთობ კომპანიაა. ასე რომ გასაკვირი არ არის. კონკურსის ორგანიზატორებმა ეს რომ დაუშვეს. მიზეზი ყველამ ვიცით. ევროვიზია შვეიცარიაში პირველად ტარდება და ეს უნდა იყოს დღესასწაული, მაგრამ არ არის. როგორ შეიძლება რუსეთი გამოვრიცხოთ? ისრაელი კი, რომელიც საშინელებებს ჩადის ამდენი ადამიანის წინააღმდეგ, თბილად მივიღოთ, ჩავატაროთ ღონისძიება და ვუთხრათ, გაგიმარჯოს. ისინი გენოციდს და ომის დანაშაულებებს ჩადიან და არავინ არაფერს აკეთებს. ეს პროტესტი ეხება ისრაელის ევროვიზიის კონკურსში მონაწილეობას, მაგრამ კიდევ უფრო მეტად ზოგად თვალთმაქცობას. ეს დაუჯერებელია. დარწმუნებული ვარ, ყველამ იგრძნო და დაინახა აბსოლუტური უპატივცემულობა საერთაშორისო სამართლისა და ჟენევის კონვენციების მიმართ. ისრაელი ევროვიზიის კონკურსზე 50 წელზე მეტია მონაწილეობს და 4-ჯერ მოიპოვა გამარჯვება. ევროპის მაუწყებელთა კავშირი, რომელიც ევროვიზიას ორგანიზებას უწევს, აღნიშნავს, რომ ისრაელს კონკურსში წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებელი და არა უშუალოდ ისრაელის მთავრობა. ევროვიზიის კონკურსის მეორე ნახევარფინალი ბაზელში 16 მაისს გაიმართება და მასში მონაწილეობას მიიღებს 16 ქვეყანა, რომლებიც ფინალში გასასვლელად იბრძვიან. სცენაზე ვიხილავთ სხვადასხვა სტილისა და ჟანრის მუსიკალურ ნუმრებს, მათ შორის ისრაელის წარმომადგენლის იუვალ რაფაელის შესრულებასაც. ევროვიზიის მეორე ნახევარფინალს განსაკუთრებული ყურადღება ექცევა. როგორც მუსიკალური მრავალფეროვნების, ისე პოლიტიკური დაძაბულობის კონტექსტში, რაც კონკურს წელს განსაკუთრებულად აქტუალურს ხდის. Now we welcome on stage